მიშო რუშაძე მუსიკოსი პროფესიით. ბოლო დროს უყურე აი სერიალებს, რამოდენიმე სერიალს, ესა ერთი არის Stranger Things ქვია. და მეორე არის Get Down. ეს არის მუსიკაზე და 80-იანების და 70-იანების ბოლოს დასაწყისზე ჰიპ-ჰოპის და საინტერესო ფილმია რა მოკლედ. დისკოზე და რაღაცა კაი ფილმია და. ეხლა ვკითხულობ Ray Bradbury-ს The Illustrated Man, ესე ქვია ილუსტრირებული ადამიანი და საინტერესო წიგნია, ფანტასტიკა და მე მიყვარს ფანტასტიკები და გირჩევთ მოусმინოთ ესეთი ჯგუფი არის The Time ქვია, ეხლა აღმოვაჩინე მე თვითონაც და იქ არის Prince's production-ი არის ამ ჯგუფის და იქ არის ერთი სიმღერა, რომელსაც ქვია Cool. და გირჩევთ მაგას მოусმინოთ, ძალიან მაგარი ტრეკია. ფიქრობთ თბილისი საინტერესო ქალაქია დღესდღეობით. აუცილებლად უნდა მოხვდე, ძალიან ბევრი სანახაობებია უკვე განვითარდა ბევრი რაღაცეებიც და ისტორიული სანახაობებიც ბევრია და კაი ქალაქია მე მგონი რომ ერთხელ ვაიც უნდა მოხვდე რა აქ. აქ ჩამოსულ ტურისტს ურჩევდით წასვლას Vino Underground-ში, სადაც დააგამოვნებს ბევრ ქართულ მრავალ სხვადასხვა სახეობის ღვინოს. იმიტომ რომ უცხოელებს ღვინო ძირითადად მოსწონთ ძალიან. ჩვენ ძალიან კაი ღვინო გვაქვს და მან ურჩევდი რომ წავიდენ რა. ისედაც დადიან ძალიან ბევრი და ურჩევდი რომ წავიდენ რა. რეკლამას კი არ უკეთებ იმათ, უბრალოდ ჩემი აზრით კარგი ადგილია რა. როგორ ვერთობი, რა ვიცი რა. მეგობრებთან ერთად ვერთობი ჩვეულებრივად თბილისში. კაფეებში, ბარებში, რა ვიცი, კლუბებში, კინოთეატრებში. აუზის საწმენდი ბადე. მართლა ეგრეა, იმიტომ რომ სულ მიწევს სამის გაწმენდა ფოთლებისგან და დასუფთავება რაღაცა და იმდენი ხანია უკვე მაგას ვაკეთებ, რომ ბოლო დროის ნივთი პირველი მაგას ვიღებ ხოლმე, რომ გამოდივარ სახლიდან. ჩემ ერთი თვის ჰონორარს გადავიხდიდი პრინცის კონცერტში. სამწუხაროდ გარდაიცვალა პრინცი და ვერ მოხვდი მაგის კონცერტზე, ისე გარდაიცვალა, მაგრამ რო არ იყოს გარდაცვლილი, ყველა ვარიანტში გადავიხდიდი 2 თვის ჰონორარსაც. პროფესიულ რჩევას მოგცემდით იმას, რომ რასაც აკეთებ უნდა გააკეთო ხარისხიანად და მაგას ყურადღება უნდა მიაქციო, იმიტომ რომ ნაკლებად ექცევა ჩვენთან საერთოდ საქართველოში ხარისხ ყურადღება, რაც არის ძალიან ცუდი რა. ამიტომ ყველაფერი რასაც აკეთებ, კარგად უნდა გააკეთო და კარგად გაკეთებაში, ხარისხიანად უნდა გააკეთო, ანუ პროფესიონალურად. თუ გააკეთებ რაღაცას პროფესიონალურად თუ მიუღები და პროფესიულად თუ იცი რასაც აკეთებ, ხარისხიანად გააკეთებ რა. ზოგადი რეკომენდაცია მე მგონი ყოველი დღე უნდა იცხოვრო ისე როგორც ბოლო დღე, იმიტომ რომ ბოლო მაინც მოვა ეგ დღე, ეგ ბოლო დღე რა. დროზე თუ ადრე და ესე უნდა იცხოვრო ჩემი აზრით.